იურიდიული დახმარების სამსახური წარმოგიდგენთ გადაცემას სამართლებრივი რჩევები. მიიღეთ უფასო კვალიფიციური კონსულტაცია თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე იურიდიული დახმარების სამსახურის კომპეტენტური იურისტების დახმარებით. სამართლებრივი რჩევები. რადიო იმედზე. გამარჯობა ძვირფასო რადიო მსმენელო. ეთერშია იურიდიული დახმარების სამსახურის რადიო პროექტი სამართლებრივი რჩევები და დღეს ჩვენ სამართლებრივ რჩევებს მივიღებთ იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას და რაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში. ეს ისეთი პრობლემებია, რაზეც დღეს საუბრობთ, როგორი მოვლენებიც არ უნდა იყოს პოლიტიკური თუ სოციალური, ყოველთვის ყველას აქვს შეხება. და ეს არის შეკითხვები ძირითადად იმ ბენეფიციარებისგან, რომლებიც ჩვენ მოგმართავენ ხოლმე სხვადასხვა სამართლებრივი რჩევის მისაღებად და როგორც თქვენთვის ცნობილია, იურიდიული დახმარების სამსახურს გააჩნია ძალიან ძლიერი საკონსულტაციო პრაქტიკა ჩვენი კონსულტანტების დახმარებით და წარმოგიდგენთ სწორედ დღევანდელ სტუმარს და ერთ-ერთ საკმაოდ კვალიფიციურ და გამოცდილ კონსულტანტს, ქალბატონ ირინა ბარბაქაძეს, მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტს, რომელიც ასევე დუშეთის, თიანეთის მოსახლეობასაც ემსახურება ყოველდღიურად. ქალბატონო ირინა, მოგესალმებით პირველ რიგში. მივესალმები იმედის როგორც მაყურებელს, ასევე მის მსმენელს. ქალბატონო ირინა, ასეთი შეკითხვა არის შემოსული. სესხები, ჯარიმები, ხელშეკრულებები, ეს არის ყოველდღიური საკითხები, რომლითაც მოგმართავენ, რა თქმა უნდა, თქვენც მოგმართავენ ბენეფიციარები უშუალოდ პირადი კონსულტაციისთვის და ასევე მოგმართავენ ჩვენ ზოგჯერ ჩათის დახმარებით, ზოგჯერ Facebook ჩათის დახმარებით, ზოგჯერ სატელეფონო ზარებით, ჩვენი აპლიკაციის Last Georgia დახმარებით და საშუალებით და რა თქმა უნდა ვცდილობთ რომ ყველას მივცეთ კვალიფიციური პასუხი და გარდა ამისა დღეს მინდა გთხოვოთ რომ რაღაცნაირად რჩევებიც გავუზიაროთ, რომ რაღაცნაირად პრევენციული ხასიათი გქონდეს ჩვენს საქციელს და არ აღმოჩნდეთ იმ პრობლემებში, რაშიც აღმოჩნდებით. აი მაგალითად ერთ-ერთი ბენეფიციარის შეკითხვა არის ასეთი, რომ ავარიის შედეგად დაზიანდა ჩემი ავტომობილი, საპატრულომ დააჯარიმა პირი, რომელიც დამეჯახა, მან თავის მხრივ აღნიშნა, რომ მანქანას მანქანა მე თვითონ შემეკეთებინა და ამას ამინას გავურდებდა 10 დღის განმავლობაში, მაგრამ 10 დღეც გავიდა 2 კვირაც, 1 თვეც და ეს ადამიანი საერთოდ დაიკარგა, აღარც ზარებზე პასუხობს, ანუ კომუნიკაცია აღარ არის. აი, რა უნდა ქნას ამ ადამიანმა ასე სამწუხაროდ ესეთი შემთხვევა არის. ხშირი შემთხვევა და განვიხილოთ კაზუსი. ანუ ამ კაზუსიდან გამომდინარე მოხდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა შეფარდებული იქნა პირისათვის და ამას მოყვა ზიანი, ზარალი. ეს ზარალი, რა თქმა უნდა აანაზღაუროს მან, მაგრამ ახლა ესე როგორ უნდა მოვიქცეთ. როდესაც არის ჩვენ შორის შეთანხმება, რომ მოხდეს მე შევაკეთო და შემდეგ ის ამინაზღაურებს ზარალს და მან ეს ქმედება ანუ არ გადაგვიხადა, არ შეასრულა მან თავის დანაპირი. ამ შემთხვევაში უკვე წარმოიშვა დავა. კანონის შესაბამისად დავას განეხილავს სასამართლო. ანუ ჩვენ გვშება ერთი გზა მივმართოთ სასამართლოს. სასამართლოს რომ მივმართოთ, აქ უკვე მტკიცების ტვირთი არის ჩვენზე, რა ოდენობის ზარალი მოგვადგა. ამიტომ ჩვენ ამ შემთხვევაში ასეთი შემთხვევები როცა არის, ცოტა ფხიზლად უნდა ვიყოთ. ანუ რა უნდა გავაკეთოთ? უნდა მივმართოთ ექსპერტს და ჩავატაროთ ექსპერტიზა, თუ რა ოდენობის ზარალი მოგვადგა, მაგრამ აქ მინდა ხაზი გავუსვათ თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ ეს ზარალი, მიყენებული ზარალი უნდა შეესაბამებოდეს, ანუ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის უნდა იყოს აუცილებლად კავშირი. ამის მტკიცების ტვირთი კიდევ არის ჩვენზე. გასაგებია, ანუ ამ ექსპერტს დაუშვათ თუ მოხდა ავარია, მაშინვე უნდა მოვკიდოთ ამ ადამიანს ხელი, ვინც დაგვეჯახა და წავიყვანოთ დაუშვათ ხელოსანთან, რომელიც ამ შემთხვევაში ექსპერტის ფუნქციას შეასრულებს, თუ დაუშვათ საკმარისი იქნება ფოტოების დაფიქსირება. აუცილებლად უნდა მოხდეს, უყურეთ, ნდობის ფაქტორი კარგია, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ეს ნდობა არ მართლდება, დიახ. ამიტომ თუ არის კი არა და აუცილებლად უნდა მოხდეს ფოტოების მეშვეობით დამაგრება ამ მტკიცებულების, ანუ იმ ზარალის, რაც ჩვენ მოგვადგა. უყურეთ, მე ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო.
უпростоრად ესეთ შემთხვევაში, როდესაც მოდის საპატრულო პოლიცია, როდესაც მხარეები ადასტურებენ იქ და აღნიშნავს, რომ ჩვენ შორის იქნება დავა, ანუ მე მინდა რომ ეს ზარალი ავანაზღავრო, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი იქ წერს, რომ მხარეთა შორის არის შეთანხმება, ამიტომ ის აქტის საშუალებით არ მიმართავს, აქტს აღარ აკეთებს, სადაც მითითებული იქნება თუ რა სახის ზარალი იქნა მიღებული. ანუ ეს რომელიც შემდეგ უკვე სასამართლოში კარგი მტკიცებულება არის ხოლმე ჩვენთვის. ამიტომ კიდევ ერთხელ ეს იქნება ჩემი მიმართვა, რომ ამ დროს ვიყოთ ცოტა ფხიზლად. კარგია, როცა ადამიანებს შორის არის მოლაპარაკება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი სამწუხაროდ ეს არ მართლდება. არის ხოლმე იმედგაცრუებები, ამიტომ იმისათვის რომ ჩვენ დავიცოთ ჩვენი უფლება, ავინაზღავროთ ის ზარალი, რაც მოგვადგა, ამისათვის უნდა დავაფიქსიროთ ეს ზარალი. ზარალის დაფიქსირება კიდევ ერთხელ ვიძახი ხდება ფოტოსურათების საშუალებით და შემდეგ რა თქმა უნდა ექსპერტიზის საშუალებით. ფოტოები მაინც ყოველ შემთხვევაში დიდი დაცვა იქნებოდა ჩვენთვის. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. გასაგები, ანუ თუ საპატრულო პოლიციამ დააფიქსირა, რომ გარიგება მოხდა მხარეებს შორის, რა თქმა უნდა ის მეტად აღარ ჩაერევა და თვითონ აღარ განახორციელებს ექსპერტიზას. იქ კონკრეტულად ხოლო ჯარიმით შემოიფარგლება, ხო? ჯარიმით შემოიფარგლება და მტკიცების თვითი უკვე ჩვენზე გადმოდის. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა ასეთ შემთხვევასთან გვექნება საქმე. ასევე ასევე ალბათ სიფრთხილესთან არის დაკავშირებული სხვა დანარჩენი ჩვენი შეკითხვებიც, მაგრამ აი ერთ-ერთი ასეთი შეკითხვა არის, რომ შევიძინე გაქირავებული ფართი, პირველი თვის ქირა აიღო მე პატრონემ, მაგრამ და მინდა ამ თანხის დაბრუნება, როგორ მოიქცეო სამართლებრივად. ანუ ეხლა თუ სწორად გავიგე, ყავს მყიდველი და გამყიდველი ამ შემთხვევაში მე ვიყიდე ბინა, გამყიდველმა გადმომცა ეს ბინა, მე მას მივეცი თანხა და მყავს დამქირავებელი, ვიყიდე დამქირავებელთან ერთად. ამ შემთხვევაში ახლა კაზუსში რა თქმა უნდა მე კიდე ჩავეკითხებოდი რაღაცას, მაგრამ როგორც კაზუსი არის მოცემული, ასე ვთქვათ, უპასუხოთ პირდაპირ იმ შეკითხვას. ფორმულირებიდან გამომდინარე, თანხა ეკუთვნის მას. ამ შემთხვევაში გამყიდველი გამდიდრდა. კანონში ჩვენ გვაქვს ესეთი ტერმინი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ შემთხვევაში გამყიდველმა მიიღო ის თანხა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კანონი მას ეძახის ამას როგორც უსაფუძვლო გამდიდრებას, ჩვენ ამის მოთხოვნის უფლება გვაქვს უკვე სასამართლოს წესით, უნდა მივმართოთ სასამართლოს. აქ მინდა პროცესუალურ მხარესაც გაუსვა ხაზი აუცილებლად. ამ შემთხვევაში მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა მივმართოთ. მივაქციოთ ყურადღება იმასაც, რომ თანხა ამ შემთხვევაში არის 2500 ლარი. 2500 ლარის შემთხვევაში ბაჟი გვაქვს გადასახდელი, ხო ასეა? როცა ჩვენ შეგვაქვს სარჩელი, აუცილებლად ჩვენ ვიხდით იქ ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო ბაჟს, რომლის ოდენობა არის, რასაც ვითხოვთ თანხას იმისი 3%. ამ შემთხვევაში, რადგან 5000 ლარს არ აღემატება, ბაჟის ეს არის მაგისტრატის სასამართლოს განსჯადი, რაც ნიშნავს იმას, რომ ბაჟის ოდენობა იქნება იმის ნახევარი, ვიდრე ამას გადავიხდიდით, რომ განიხილა რაიონულ ან საქალაქო სასამართლო. გასაგები, აი დავუშვოთ ამ შემთხვევაში თუ 1 დეკემბერს გავყიდე ბინა, 1-დან 30 დეკემბრამდე იმ ბინაში მიღებული სარგებელი, ანუ 2500 ლარი ეკუთვნის მყიდველს და არა გამყიდველს. მაგრამ თუ გავყიდე დავუშვოთ 15 დეკემბერს და 15 დეკემბრამდე ჩემი იყო ის ბინა, 15 დეკემბრის მერე მყიდველის იყო ის ბინა. ამ შემთხვევაში ეს 2500 ლარი უნდა გავიყოთ თუ როგორ? აი უყურეთ, კარგი შეკითხვაა და რატომ? ყველაფერი არის მორიგება. პირველ რიგში მე და თქვენ შორის ჩვენ რო ვართ გამყიდველი და მყიდველი, ამას როგორც მოვილაპარაკ კანონის და მიხედვით რა თქმა უნდა ასე არის, ხომ? ანუ პროპორციულად ხდება ამ თანხის განაწილება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახი, შეთანხმების ამებრ შეიძლება ვთქვათ, რომ მოდი აი ამას მიავიღებ და მე დაგთანხმდეთ, ან მითხრათ, რომ ბოლომდე თქვენი იყოს და მე რა თქმა უნდა ამ პირობაზე წამოვიდე. დიახ, და დავუშვოთ მედიაცია თუ იმუშავებდა ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, სასამართლო მედიაცია არის, თუმცა სამწუხაროდ მე ვიტყვი, რომ ძალიან კარგი ინსტიტუტი არის მედიაცია, თუმცა სამწუხაროდ აი ჩვენ მხარეს იქ, სადაც მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიაზე ცოტა არ არის აპრობირებული, თუმცა მე როცა მოდის ჩემთან ბენეფიციარი, ყოველთვის ვიმარტავ ამას, რომ შეუძლია მედიაცია გამოიყენოს.
სადაც ხდება შეთანხმების მიღწევა. აქ სამართლებრივ ჭრილში არ ხდება განხილვა, აქ ეს არის გარკვეულწილად ეს მოლაპარაკებისა და შეთანხმების ინსტიტუტი. რაღაცა გარკვეული კულტურა ჭირდება ალბათ მედიაციის ინსტიტუტის დანერგვას. დრო კიდევ ამ კულტურული წესების გამომუშავებას აქტიური შეთავაზება მხარისათვის, მაგრამ თუ მხარი აქ არ წამოყვა ამ თემაზე, სამწუხაროდ მედიაცია არ იმართება, იმიტომ რომ ორივე მხარეს თანხმობა არის საჭირო. უნდა იყოს თანხმა. ეს არის ხოლმე ყველაზე რთული ჯერჯერობით. კი. აი მაგალითად იგივე სასამართლოსთან დაკავშირებით გვწერს ერთ-ერთი ბენეფიციარი, რომ სურს მივიმართო სასამართლოს და დავინიშნო ბებიაჩემის მხარდამჭერად. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რა დოკუმენტი უნდა წარვადგინოს სასამართლოში განცხადებასთან ერთად, გეკითხება. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, იმ პიროვნებას, რომელსაც ასე ვთქვათ, ფსიქოსოციალური პრობლემები, პრობლემაც ალბათ არ არის ისეთი ფსიქოსოციალური მდგომარეობა აქვს, უნდა მიმართოს სასამართლოს მხარდამჭერის მიმღებად. ესეთი პიროვნებები არის ის პიროვნებები, რომლებიც თავისინებით ვერ გამოხატავენ მათ სურვილს, ამიტომ ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ. წარსადგენი დოკუმენტაცია ეს იქნება, რა თქმა უნდა, კანონი გვეუბნება, რომ მხარდამჭერის მიმღები არის პირი, რომელიც ეხმარება ასეთ ადამიანებს განახორციელოს გარკვეული საქმიანობა. ასეთი ადამიანი შეიძლება იყოს პირველ რიგში ნათესავი. ამიტომ გარდა იმისა, რომ ჩვენ წარვადგენთ პირველ რიგში პირადობის მოწმობებს, აუცილებლად უნდა წარვადგინოთ ჩვენი ნათესაური კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება. ეს მტკიცებულება იქნება დაბადების მოწმობა, ჩემი დაბადების მოწმობა, დედის დაბადების მოწმობა, ბებოს პირადობის მოწმობა. უნდა წარვადგინოთ ასევე ფორმაასი, როგორც ჩემი, ისევე ბებოსი. აუცილებლად უნდა წარვადგინოთ ნასამართლეობის შესახებ ცნობა უკვე ჩემი, ნარკოლოგიური პრევენციის ცენტრიდან ცნობა ასევე ჩემზე. მინდა ერთი დავამატო, რომ ნასამართლეობის შესახებ ცნობა ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ როგორც იუსტიციის სახლის მეშვეობით, ასევე სააგენტოს მეშვეობით, რომელიც არის ქავთარაძის ქუჩაზე, ასევე ქავთარაძის ქუჩაზე მდებარეობს ნარკოლოგიური პრევენციის ცენტრი, რომელსაც აუცილებლად ვხსნე ხოლმე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეუძლია და რომელიც უფრო მისთვის არის მოსახერხებელი, რომ მიაკითხოს და აუცილებლად ცნობა სოციალური სამსახურიდან, რომ პიროვნება, რომელიც მხარდამჭერად უნდა დაინიშნოს, რომ ადრე არ ყოფილა მხარდამჭერის მიმღები, იმიტომ რომ ამას გამორიცხავს კანონმდებლობა. ანუ თვითონ არ უნდა იყოს ადრე მხარდამჭერის მიმღებად. და მე კიდევ მინდა დავამატო ის, რომ თუ ბებო ადრე მხარდამჭერის მიმღებად იყო ცნობილი, უნდა წარვადგინოთ და გავიდა ვადა, 5 წლიანი ვადა, უნდა წარვადგინოთ ის სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც ის ადრე იყო ცნობილი მხარდამჭერის. ანუ ორი მხარდამჭერი არ შეიძლება ყავდეს ერთდროულად, ხო? არა. ორი მხარდამჭერი არ შეიძლება. 5 წლით საერთოდ ეს მხარდამჭერის ვადა 5 წელია. 5 წელია, კანონით განსაზღვრული არის 5 წელი. იქნება არ მინდა 5 წლით და 1 წლით მინდა თუ შემიძლია მოვიტყოო. უყურეთ როგორ არის სასამართლო რასაც ეს ხო ჩვენთვის არ წდება. ეს არის ის რასაც კანონია და კანონს ეთანხმება როგორც ჩვენ ისე სასამართლო, ხო? თუ მოხდა ისეთი შემთხვევა, როდესაც რაღაცა მიზეზების გამო მე მხარდამჭერს აღარ შემიძლია განახორციელო ჩემი უფლებები, აი ჩანაცვლდება აუცილებლად სხვა ნათესავით და ჩვენ ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი სამსახური ეხმარება. თქვენ იცით, რომ მზადდება განცხადება, მოდიან ჩვენთან და იმის შესაბამისად ფაქტობრივი გარემოებების მითითებით თუ რატომ არის საჭირო შეცვლა, შეგვაქვს განაცხადი და ხდება შეცვლა ამასთან დაკავშირებით. ჩანაცვლება ხდება უკვე ერთი მხარდამჭერისა მეორე მხარდამჭერად. აუცილებელია რომ ჩანაცვლდეს. აუცილებელია. იმიტომ რომ არის გარკვეული, უყურეთ, აქ არის ფსიქოსოციალური პრობლემიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია ხომ განახორციელოს. უყურეთ, ხდება ისეთი საკითხები, როდესაც თუნდაც ელემენტარული და პრიმიტიული ავიღოთ, როცა ადამიანს სჭირდება მის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაყვანა მაგალითად საავადმყოფოში, ხო? იქ საავადმყოფოში გარკვეულწილად რაღაცა განცხადების დაწერაა საჭირო, რომელსაც ჩვენ ასე ვთქვათ, ის ადამიანები, რომლებსაც შეგვიძლია სწორად გავიგოთ ჩვენი ნება და გამოვხატოთ, ჩვენ წერთ და იქ ვაწერთ ხელს. მას არ შეუძლია. აი ამ შემთხვევაში ეს რო განახორციელოს, მას აუცილებლად ჭირდება. იქ რა თქმა უნდა არის კიდევ საპენსიო საკითხები, არის მაგალითად ვთქვათ გაუვიდა პირადობას, ასე ვთქვათ ვადა და მისთვის ხო განცხადება საჭირო პირველ რიგში რომ დაიწეროს და ამიტომ მას
ჭირდება ყოველთვის. კი, აი ეს სხვათა შორის ჩემ მეგობარს ჰქონდა ეგეთი შემთხვევა, დედა გაუხდა ძალიან ცუდად. და პრაქტიკულად ამ ქალმა მეტყველების უნარიც დაკარგა, ხელიც წაერთვა ინსულტის გამო და დაუგროვდა პენსია ასაღები. და იმის გამო რომ შვილი არ ყავდა ოფიციალურად მხარდამჭერად აღიარებული, სამწუხაროდ ვერ შეძლო ამ პენსიის დაბრუნება შვილმა. გარკვეული ვადა 6 თვის განმავლობაში ჩერდება და შემდეგ უკვე შეიძლება შეწყდეს კიდევაც და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ის პენსია იკარგება. ამიტომ დროულად უნდა მოხდეს ამისი განხორციელება და დროულად უნდა მივაკითხოთ. დიახ, და აი ამ შემთხვევაში კიდევ ერთ საკითხს კითხავთ, მხარდამჭერის შემთხვევაში თუ დაუშვათ მე ვარ ბებიის მხარდამჭერი და დაუშვათ იძულებული ვარ წავიდე ქვეყნიდან და ვალი დამედო რაღაცა და ვიშოვე რაღაც სამუშაო და წავედი საზღვარგარეთ და პრაქტიკულად ჩემს ბებიას აღარ ყავს მეტი ნათესავი. ამ შემთხვევაში ვის შემიძლია მივმართო და როგორ მოვიქცე? დიახ, კარგი კითხვა არის. ამ შემთხვევაში სოციალური დახმარების სამსახური თვითონ იღებს, უყურეთ, განთავსება ხდება ესეთი ადამიანი, შეიძლება განთავსება მოხდეს სახელმწიფო ზრუნავს, რა თქმა უნდა, ასეთ პიროვნებებზე, მას აქვს ამისი პოზიტიური ვალდებულება, რომ იფიქროს, ხდება ამის განთავსება და უკვე სოციალური სამსახური იღებს ამას თავის თავზე. სოციალური სამსახური მიმართოს, რომ ეს ამ ადამიანმა აუცილებლად უნდა დააფიქსიროს ჯერ უნდა სოციალურ სამსახურში მივიდეს და უნდა განაცხადოს ამის შესახებ. გასაგები ისე არავინ არ მოკიდებს ხელს, რა თქმა უნდა, თუ არ იქნა ინფორმაცია მიტანილი. კიდევ მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილე ფაქტზე იმაზე, რომ როდესაც ჩვენ მხარდამჭერად დავნიშნავ სასამართლო, ჩვენ აგვაქვს ვალდებულება 6 თვეში ერთხელ წარუდგინოთ სოციალურ სამსახურს ჩვენი საქმიანობის შესახებ. ანუ თუ როგორ ვახორციელებთ ჩვენზე დაკისრებულ ვალდებულებას. თუ 6 თვის შემდეგ ხდება შემოწმება, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ ვიძახე, რომ სახელმწიფო აქტიურად ერთვება, მას აქვს თავისი პოზიტიური ვალდებულება და ამ ვალდებულებას სოციალური სამსახურის მეშვეობით ახორციელებს. და ეს ვლინდება 6 თვეში ერთხელ, რომ აუცილებლად უნდა ჩააბაროს, ასე ვთქვათ, მხარდამჭერმა, თუ როგორ ასრულებს ის მასზე დაკისრებულ ვალდებულებას. ქალბატონი, ამ მხარდამჭერის შემთხვევაში სასამართლოზე ბაჟი თუ არის გადასახდელი? სასამართლოზე ბაჟი არ გადაიხდება. და იურიდიული დახმარების სამსახურს რა შეუძლია ასეთ შემთხვევაში გაკეთოს იურიდიული დახმარების ადამიანის? სამსახური აქტიურად არის ჩართული კონსულტაციის ეტაპზეც, რა თქმა უნდა, ვაყენებთ საქმის კურსში თუ რა საბუთები ჩამონათვალს ვაძლევთ, რა საბუთები და შემდეგ როდესაც მოდის პიროვნება, ჩვენი ადვოკატები უმზადებენ განაცხადს, მაგრამ უყურეთ, კიდევ მინდა ერთი ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ ამ შემთხვევაში სოციალური მას, როდესაც გამცხადებელი მოდის, გამცხადებელს აუცილებლად განემარტება, რომ ჩვენი სამსახური იცავს მხარდამჭერის მიმღების უფლებებს და ინტერესს. იქვე ჩვენ სამსახურში, როდესაც ეს განცხადება, ასე ვთქვათ, მზადდება, მაშინვე ვეუბნებით, რომ ეს განცხადება აუცილებლად მომზადდება ისე, რომ მხარდამჭერის მიმღების ინტერესი იყოს გათვალისწინებული. და შესაბამისად სასამართლოზეც მხოლოდ პირველ რიგში კი არა და ეს არის უპირობოდ მხარდამჭერის ინტერესებიდან გამომდინარე მიმდინარეობს პროცესი. თუ იქ აღმოჩნდა, რომ გამცხადებელს, ასე ვთქვათ, გამცხადებლის ინტერესი და მხარდამჭერის მიმღების ინტერესი არის რაღაცა მომენტში ურთიერთსაწინააღმდეგო, აქ უკვე ინტერესთა კონფლიქტი ვლინდება გამცხადებელსა და ჩვენს, ასე ვთქვათ, დაცვის ქვეშ მყოფს მხარდამჭერის მიმღებს შორის და საქმეში უკვე ჩვენ ვრთავთ რეესტრის ადვოკატს. რომ ინტერესთა კონფლიქტი ავიშოროთ თავიდან. კი და თავიდან ავიცილოთ დაუშვათ ის შემთხვევა, როდესაც მხარდამჭერის მიმღები ადამიანი შეიძლება იყოს უუნარო და ბოროტად მოხდეს მისი მდგომარეობით სარგებლობა. კი ბატონო, ახლა ჩვენ ამას 100%-იანი რა თქმა უნდა ვერ გავთვლით, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ აი ახლა როდესაც ბიუროში ვარ, ხომ, აი რაღაცნაირად აღფრთოვანებულიც ვარ ხოლმე ჩვენი ადვოკატების აქტიურებით, რომ ისინი ნამდვილად იცავენ მის ძალიან ყურადღებიანებით. შესწავლით იმ დონეზე. განცხადებელი პირველ რიგში მოდის ჩემთან და როდესაც მე კონსულტაციას ვუწევ, მას ვაფრთხილებ, რომ იქ დამალული არაფერი არ იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ადვოკატები ამაზე რეაქცია ექნებათ აუცილებლად სამართლებრივი, რა თქმა უნდა. ყოფილა კიდეც ასეთი შემთხვევები გამოვლენილა კიდეც. კი ბატონო. ჩვენ
იურიდიული დახმარების სამსახურის ვებგვერდზე ვაქვეყნებთ ხოლმე წარმატებულ საქმეებს, ეგრეთ წოდებულ წარმატებულ საქმეებს და ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც მხარდამჭერის მიმღების უფლებით უსარგებლია ეგრეთ წოდებულ მხარდამჭერს, ყოფილა იქ ბინის გადაფორმების შემთხვევა, სხვადასხვა ქონების წართმევის და შემდეგ ჩვენს ადვოკატებს ეს საკითხი ძალიან კარგად შეუსწავლიათ, მიუმართავთ სასამართლოსთვის და კანონიერ მფლობელს დაბრუნებია თავისი ქონება, ასე რომ ეს არის საკმაოდ რთული საკითხი და არ არის იულად განსახორციელებელი, ასე ვთქვათ, თაღლითობისკენ მიდრეკილი პირებისთვის. მხარდამჭერ პიროვნებებს, რომლებსაც მოდიან და ხშირად, არის შემთხვევები, როდესაც მხარდამჭერის მიღების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით. მაგრამ მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლო არის როგორ გითხრათ, ძალიან მკაცრი. მას უნდა დაუსაბუთოთ, ჯერ უნდა გაიაროს ჩვენი სამსახურის, რა თქმა უნდა, როდესაც მივალთ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ამ ქონების გასხვისება ემსახურება ისევ და ისევ მხარდამჭერის მიმღების ინტერესს. მხოლოდ მხარდამჭერის ინტერესს. და არის შემთხვევები, როდესაც თქვათ თუ გაიყიდა, ის დეპოზიტზე იდება და მასზე, ასე ვთქვათ, ახორციელებს ზედამხედველობას სოციალური სამსახური. ასე რომ ადვილი არ არის. ასე რომ ადვილი არ არის. მხარდამჭერის მიმღების მდგომარეობით ბოროტად სარგებლობა. ძალიან კარგი. ვფიქრობ ამ შემთხვევაში თუ ვინმეს ეს საჭიროება იურიდიული დახმარების სამსახურს უნდა მომართონ აუცილებლად და შესაბამისად ჩვენ გავუწევთ საკმაოდ კვალიფიციურ დახმარებას და ამავე დროს ხაზი გაუსვათ, რომ ჩვენი დახმარება არის უფასო. და როგორც ვიცი, კერძო ადვოკატებიც ახორციელებენ ამას და არც ისე ძვირი ღირს მე მგონი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები შეფასებითია. თითოეული ადვოკატი თვითონ აფასებს თავის შრომას და ზოგან ალბათია იქნება, ზოგან ეს მათი გადასაწყვეტი. კი ბატონო. აი ესეთი შეკითხვა არის ასევე ქონებასთან დაკავშირებით, სარეკრეაციო ზონაში თუ აქვს პირს აშენებული სახლი და არც მიწა, არც სახლი არ არის დაკანონებული. თუ შეძლებს დაკანონებას, უკვე 10 წელი არისო გასული ამის აშენებიდან. როდის ავაშენეთ? 10 წლის წინ ააშენა სარეკრეაციო ზონაში, ანუ ბაღები, სკვერები, შეიძლება ისე უყურადღებოთ მიქცეულ, მაგრამ ალბათ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი მე ვარაუდობ. კი, ჩვენ თუ ვიტყვით 2024 წელი გვაქვს ახლა და 10 წელი გავიდა, სადღაც 2014 წელში უხეშად რო გამოვითხალოთ, 2014 წელში არის აშენებული. ეხლა მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ რეკრეაციული ზონა ეს არის განსაკუთრებული განაშენიანების ზონა, სადაც სახელმწიფო თავის კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პოზიტიურ ვალდებულებას ახორციელებს, ისიც როგორიც არის ბაღებისა და სკვერების გაშენება. ეს არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დასვენების უფლება ჩვენი კონსტიტუციით არის გარანტირებული და კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ სახელმწიფო ვალდებულია, რომ შეგვიქმნას ეს პირობები. აი რეკრეაციული ზონა სწორედ ესეთი ზონა არის, სადაც მოიაზრებს სახელმწიფო, რომ იქ უნდა გაშენდეს აუცილებლად დასვენების ადგილი ბაღებისა და სკვერების სახით. ეხლა რეკრეაციული ზონა საკმაოდ ისეთი ფართო ის არის რეკრეაციული ზონა 1, რეკრეაციული ზონა 2, 3 არის ისეთი რეკრეაციული ზონები, სადაც საერთოდ არ შეიძლება მშენებლობა. როცა სახელმწიფო საკუთრებაა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც არის საკუთრება და რეკრეაციულ ზონად არის გამოცხადებული. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია აშენდეს, მაგრამ აუცილებლად სახელმწიფოს მიერ მითითებული პროექტის ფარგლებში. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს არის დასვენების, ეს არის საზოგადოებისათვის განკუთვნილი ის ადგილი, რომელიც დასვენებისთვის არის გამოყოფილი და იქ ახლა ის ფასადი ის არ უნდა იქნას დარღვეული და ეს უნდა იყოს გეგმის მიხედვით. ამიტომ ვერ მივცემ ასე ვთქვათ პოზიტიურ იმედს, თუმცა ახლა აქ არის ხოლმე ჩვენი სამსახურის ევალება აუცილებლად ახლა ვინც არ უნდა იყოს, ჩვენ მის ინტერესს ვიცავთ ამ შემთხვევაში, ხო? დიახ, ვინც ამიტომ კარტებს ბოლომდე ასე ვთქვათ ვერ გავხსნი,
კარგი იქნება თუ მოგვაკითხავს და ამ საკითხს უკვე ამომწურავთ ისევ მისი ინტერესიდან გამომდინარე, რა შეიძლება რომ გაგეცდეთ. იცით შესაძლოა მე ხარ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია ეს მოვლენა თბილისისთვის არის განსაკუთრებით დამახასიათებელი. საქმე ეხება ეგრეთ წოდებულ გარაჟებს და გარაჟების ნაცვლად აშენებულ სახლებს, რომლებიც კორპუსების წინ დგას. ესენი უმეტესობა მათგანი არ არის დაკანონებული და თუ მერია მოიცლის ამისთვის რომ მოვიდეს ეს გარაჟები აიღოს და იქ სკვერები გააშენოს, ალბათ ვერავინ ვერ გაუწევს ამას წინააღმდეგობას კანონიერად. კი ბატონო, ვერ გაუწევს, იმიტომ რომ ჩვენა გვაქვს უყურეთ ყოველთვის არის კერძო და საზოგადოებრივი ინტერესი, ხო ასეა? ეხლა, მაგრამ ბალანსი არ უნდა იყოს დარღვეული. თუ ჩემს, ასე ვთქვათ, წითელ ზოლში არის მოქცეული ეს გარაჟი, ნიშნავს იმას, რომ ის ჩემი ტერიტორიაა, ხო ასეა? და იმისათვის, რომ მან გამოიყენოს ისევ საზოგადოებრივად, სახელმწიფო აუცილებლად გვიხდის შესაბამის კომპენსაციას. გასაგებია, კორპუსის წითელ ზოლში შეგვიძლია კი ბატონო, კონდეს გარაჟი. კი ბატონო, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის არის ჩვენი და ჩვენ საკუთრებას რო სახელმწიფო მიუხედავად იმისა, რომ იყენებს საზოგადოებლისათვის და სკვერის და პარკისთვის გამოსაყენებლად, ჩვენ უნდა გადაგვიხადოს შესაბამის კომპენსაცია. გასაგებია, ეს ძალიან საინტერესო საკითხია. აქ არის კიდევ საუბარი ისეთ ჩემი აზრით ისეთ ადგილებზე, აი წინა გადაცემა, ერთ-ერთი წინა გადაცემა, ჩვენ მიუძღვენით მიწის რეგისტრაციას, სპორადულ რეგისტრაციას, როცა სახელმწიფო სურს გაიგოს, რა ეკუთვნის მას, რა ეკუთვნის კერძო პირებს და ამის აზომვა მიმდინარეობს უკვე რამდენიმე წელიწადია და არც დასრულდება ეს პროცესი, სანამ ყველა გოჯილიცისა არ იქნება აღწერილი. აი დაუშვათ ჯერ კიდევ არ არის ეს ტერიტორია აღწერილი. აი ამ შემთხვევაში თუ შეგვიძლია დაუშვათ, თუ ეს არ არის კორპუსთან ახლოს და ეს სახლი დგას სადღაც დაუშვათ რაღაც ტყის პირას, გორაკზე ან სადღაც, რომელიც არცად არ არის ჯერჯერობით დარეგისტრირებული. არც იუსტიციის სამინისტროს რეესტრში, არც კერძო საკუთრებაში. აი ამ შემთხვევაში იმ ადგილას აშენებულ სახლებს რა შანსი აქვს 10 წლის წინ აშენებულ? ეხლა უყურეთ, ჩვენ უნდა გავუმიჯნოთ აუცილებლად რა ტერიტორიაზე არის ეს სახლი აშენებული. თუ არის ეს ჩვენი კერძო, მაგრამ არის კანონის დარღვევით აშენებული, ანუ ჩვენ ახლა სადაც გვინდა, იქ ხო ვერ ვაშენებთ ამ სახლს და როგორცაც გვინდა ისე ვერ ვაშენებს, რატომ? იმიტომ ისევ ჩვენი ჯანმრთელობიდან მდგომარეობიდან პირობებიდან გამომდინარე, ხო? უნდა შევათანხმოთ, აქ ვაკეთებთ პროექტს, ამას ვათანხმებთ არქიტექტურულ სამსახურთან და კიდევ იქ მრავალი სად უნდა იყოს გაზის წერტილი, სად უნდა იყოს, ასე ვთქვათ, სველი წერტილი. თუ ეს უნებართვოდ არის აშენებული და ასე ვთქვათ, ზედამხედველობის სამსახურმა აღმოაჩინა ეს, ჩვენ გვაძლევს ვადას, უყურეთ, არის შემთხვევები, როდესაც არის და იქ სახლი ოჯახია შესახლებული. გვაძლევს ვადას, რომ ჩვენ მოვაწესრიგოთ საბუთები. თუმცა მე აქედან მინდა გავაჟღერო, რომ ეს ვადა არის ძალიან პატარა. აქ ალბათ ამ ხრივ აუცილებელია რომ შევიდეს კანონმდებლობაში ცვლილება, იმიტომ რომ 7 დღის განმავლობაში მოქალაქე ვერ მოახერხებს 7 დღე არის მიცემული. უმეტეს შემთხვევაში კი ბატონო, ნიჟარა უნდა გადადგა ხა 7 დღეში. კი ბატონო, ამ საბუთების გაძლევს იმის, რომ მოიყვანოს შესაბამისობაში. ეს არის გონივრული ვადაც აღარ არის და კარგი იქნება რომ ამ ხრივ ალბათ შევიდეს ცვლილება და გაიზარდოს ეს გონივრული ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება მისი, ასე ვთქვათ, დაშლა და დაჯარიმებაც ხდება სამწუხაროდ. და ოჯახი დარჩება ღია ცისკუში. კი ბატონო. ამიტომ რაღაცა მართლა გონივრულია და ერთი თვეც არ იქნება, მე მგონი საკმარისი ამისთვის, მაგრამ ამასაც სახელმწიფო ისევ ადამიანს, როდესაც აი ესეთი თუ მშენებლობა მიმდინარეობს ახლა, კიდე გასაგები მომენტია, ხო? მაგრამ როდესაც წლების განმავლობაში ადამიანი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, კი მართალია კანონის დარღვევით აქვს მას აშენებული, მაგრამ წლების განმავლობაში ალბათ აქ კიდევ რაღაცა უნდა მოვიფიქროთ კანონიდან გამომდინარე. საშუალება უნდა მივცეთ ალბათ ადამიანებს. კი ბატონო, ნამდვილად შესაძლებელია და იმედია კანონმდებლები ამაზე იფიქრებენ. შემდეგი კითხვა ეხება სოციალურად დაუცველი სტატუსს. პიროვნებას სურს, რომ აღარ იყოს სოციალურად დაუცველის მონაცემთა ბაზაში. სამჯერ ვთხოვე მათ გაუქმება ჩემი სტატუსისო, მაგრამ სისტემა მაინც მაჩვენებს სოციალურად დაუცველთა ბაზაში ჩემს თავსო. როგორ გავაუქმო ჩემ, როგორ
როგორ ამოვშალო ჩემი სახელიო სოციალურად დაუცველთა ბაზიდან გამოისწორა მდგომარეობა. ცოტა არ ვიცი ალბათ ისე არის შეკითხვა დასმული როგორც თვითონ ესმის და მას უნდა რომ გაიგოს, მაგრამ ახლა მიუყვეთ ისე რომ მისთვისაც გასაგები იყოს და ჩვენთვისაც გასახსნელი. სოციალურად დაუცველი, როდესაც პიროვნება მიმართავს სოციალურ სამსახურს და განცხადებით თხოვს, რომ გამოკვლეული იქნას მისი ოჯახის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა. სოციალური აგენტი ერთი თვის განმავლობაში მიდის ადგილზე და ამოწმებს ამას. თუ შემდეგ უკვე ქულები დაითვალა, დგება აქტი, თუ ქულები შემდეგ უკვე მას ამ ქულებს აჯამებს კომპიუტერი, თუ მას მიეცა მთავრობის მიერ დადგენილი ზღურულთა ქულაზე ნაკლები, მას მიეცება სტატუსი სოციალურად დაუცველის და შესაბამისად თანხაც გადახდება. მაგრამ თუ მას განისაზღვრა ქულა 100,000-მდე, 120,000-მდე, ანუ მიმდინარე სტატუსი ქონდა და შემდეგ გადავიდა არქივში. თუ ჩვენი ოჯახი იქნა შემოწმებული სოციალურად დაუცველის და ჩვენ ბაზაში აღმოჩნდით, მისი გაუქმება არ ხდება. უყურეთ, ინფორმაციული თვალსაზრისით მიჩნდება იჭვი, რომ მას ჭირდება ბანკში თანხის აღება და მისი აზრით ეს უშლის ხელს. ეს მას ხელს არ შეუშლის. თუ არქივშია გადასული. მე ძალიან ბევრი შემთხვევა მქონდა, როდესაც სოციალურად დაუცველი იყო პიროვნება და გაცემულია მას, ასე ვთქვათ, სესხის სახით თანხა. კიდევ ერთხელ ვიძახი, მაგრამ ამ ეტაპზე თუ ეს არის მისი ხელის შემშლელი, გამოდის რომ აქედან კიდევ ერთხელ ვიძახი, რადგან ჩვენ არ გვაქვს საშუალება რომ ჩავეკითხოთ ადამიანს, ვარაუდობ რომ მიმდინარე სტატუსი არ აქვს, აღარ არის სოციალურად დაუცველში, დაუცველთა ბაზაში, თუმცა გადასული არის არქივში. და არქივში გადასვლა ხელის შემშლელი არ უნდა იყოს. არაფერში არ იქნება ხელის არ უნდა იყოს და ამასაც ჩვენ ვერ გავიგებთ, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ მივდივართ, ხო, ის ბანკის წარმომადგენელი, ზოგი გასცემს, ზოგი არ გასცემს. ესეც მისი გადასაწყვეტი, რა თქმა უნდა, ესეც ბანკზეა დამოკიდებული. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მეც ვარ სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული, იმიტომ კი არა რომ სოციალურად დაუცველი, ანუ დსმ მისარგებლია. უბრალოდ დამჭირდა ერთ-ერთ საკითხზე, ხარ მინდა ძალიან პირადულია, რაღაც საბუთების შეგროვება და საჭირო იყო ჩემი ოჯახის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება. სწორედ ამიტომ მივმართე მე ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური მომსახურების აგენტოს და ზუსტად სოციალურად დაუცველთა ბაზის წარმომადგენლები ჩემთან და შეაფასეს ჩემი ოჯახის მდგომარეობა. რა თქმა უნდა, მომენიჭა შესაბამისი ქულები, რომელიც სრულიად საკმარისი იყო ჩემთვის იმ საქმისთვის, რაც მე მჭირდებოდა. გითხრათ სიმართლე, თავიდან ძალიან გამიკვირდა და უბრალოდ შეიძლება სახელში იყოს პრობლემა. სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემის ბაზა. აქ სოციალურად დაუცველი ოჯახები მარტო არ რეგისტრირდებიან. უბრალოდ სოციალური ოჯახების სოციალური შეფასების ბაზა ან რაღაცა სხვა უნდა ერქვას ჩემი აზრით. ეხლა უყურეთ, ქალბატონინო, კი ბატონო, მესმის თქვენი, მაგრამ უყურეთ, როდესაც მოდის სოციალური აგენტი, იქ უყურეთ, ამოწმებს ოჯახის სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩვენი ქულა თუ ღმერთის წყალობით მოხდა 120-ზე ზევით, ნიშნავს იმას, რომ კი შემოწმებულია ჩვენი, მაგრამ ბაზაში არა ვართ. სოციალურად დაუცველთა ბაზა არის აი ის ზღვრული ქულა, რომელიც არის მთავრობის მიერ დადგენილი. დღეს მდგომარეობით 120 ქულამდე ვისაც აქ მხოლოდ ბავშვები იღებენ. 120,000-მდე ხო? 120,000-მდე დიახ, დახმარებას. მაგრამ ჩვენ თუ მასზე ზევით გვაქვს, ჩვენი უკვე სოციალურად დაუცველთა ბაზაში კი არ ვიქნებით. ჩვენი ოჯახის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ბაზაში. კი, უბრალოდ აი ზუსტად თქვენ კარგად აყალიბებთ ამ სახელწოდებას და სამწუხაროდ ოფიციალურად ასე არ ქვია ამას და ალბათ ამ ადამიანს ეგ პრობლემა აქვს, რომ რატომ არ არის ის, მეც თავიდან ვიფიქრე ამაზე, მაგრამ უბრალოდ ეს ისეთი ბაზაა, რომლისგანაც უკვე თუ შეხვედი, აღარ ამოიშლები და არც მაწყობს ამოშლა კონკრეტულად ჩემი ქულები რაც არის, ხა აღარ დავასახელებ რამდენია, პირიქით მაწყობს რომ მე ეს ქულები მქონდეს. კი ბატონო, ანუ სოციალურად დაუცველი თქვენ არ გქვიათ ხო? ანუ თქვენი ოჯახის სოციალ-ეკონომიკური შეფასება მოხდა. 400,000-ზე მეტი ქულა იყო. კი ბატონო, ანუ
არ მოხდებოდი უბრალოდ ამბასაში ნამდვილად ვარ და ალბათ ვეღარც ამოვიშლები აქედან არქივში ვარ გადასული ოჯახია შეფასებული უბრალოდ ოჯახი არის შეფასებული თავისთავად ცხადია უბრალოდ ყველა ოჯახია მან რეგისტრირებული დაუცველიც და დაცულიც და ამიტომ მარტო დაუცველების სახელი ალბათ არ უნდა ერქვას და შესაძლოა ამაზეც იფიქრონ კანონმდებლებმა იგივე ჯანდაცვის სამინისტრომ თქვენ ყურადღებას გამომახვილებ ერთზე თუ ადამიანს ახლა თქვენ რომ შეხვიდეთ ჩვენ გვაქვს თქვენ ხო იცით მაგის შემოწმების წვდომა გვაქვს საშუალება ის ადამიანი რომელსაც აქ 120,000-ზე მეტი იქ თუ ჩვენ შევღათ მის პირად ნომერს ჩანაწერი გვევნება რომ არ არის რეგისტრირებული როდესაც ბაზა არის როდესაც გულარი მაღალი გასაგები ანუ იქ სოციალურად დაუცველთა ოჯახების ბაზა ქვია იმ ქულათა რაოდენობაში მომხდარ ოჯახებს რომელიც განისაზღვრება ამით ანუ 1-დან 120,000-მდე გასაგებია თუმცა იქ არის 70,000-მდეა გეუბნება არის 100,000-მდე თუმცა აი შეკითხვის ავტორს ვეტყვი რომ ის ადრე იყო სოციალურად დაუცველთა ბაზაში და ვთქვათ არქივში არის გადასული სესხის გაცემასთან დაგვიშვები არანაირ კავშირში არ უნდა იყოს დღეს თუ ის მუშაობს თუ მას აქვს სტაბილური შემოსავალი ეს არ არის განსაზღვრელი იმისა რომ მას უარი ეთქვას და ამუშავონ ბაზიდან რაც მაგის საფუძველი არის რა თქმა უნდა გასაგებია აი შემდეგი შეკითხვა არის ესეთი საჭიროება არ არის რომ ამუშავონ რა თქმა უნდა ერთ ამუშავია კი ბატონო სამსახურში დაქირავებული ვარ ხელშეკრულებით დღეს მომივიდა SMS-ი რომ გამათავისუფლეს და ხვალიდან აღარ მუშაობ მაგრამ ხელშეკრულების ვადა არ არის დასრულებული რას მირჩევთ როგორ მოვიქცეო ამავე დროს SMS შეტყობინებაში წერია რომ სახელმწიფოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებული ვართ განვახორციელოთ კადრების შემცირება ხვალიდან თქვენ აღარ მუშაობთ აი ახლა პირდაპირ რამდენად სწორია ასეთი ადამიანის ასე გათავისუფლება და გაშვება? კანონი დარღვეული არის ნამდვილად და რატომ ახლა? როდესაც გათავისუფლება ხდება, აუცილებლად უნდა იყოს შეტყობინება. შეტყობინება უნდა იყოს წერილობითი ფორმით. ახლა ეს უკვე სასამართლოს განშადი იქნება, ეს განიხილოს თუ არა როგორ წერილობითი ფორმა. არ ვიცი, ნახოთ, მაგრამ უყურეთ, რაც არ უნდა იყოს შრომით ურთიერთობას აწესრიგებს ორგანული კანონი, შრომით კოდექსი. დიახ. რომლის ასე ვთქვათ, კანონის მოთხოვნების დაცვა ევალება ყველა დამქირავებელს და ყველა დაქირავებულს, ხო? იქ ჩვენ გვაქვს მუხლი, რომელიც გათავისუფლებას აწესრიგებს. სადაც წერია, რომ რა შემთხვევაში შეიძლება გავათავისუფლოთ, ახლა მის კაზუსიდან გამომდინარე, ჯერ ვადა არ არის გასული. ესე იგი, აქ დამქირავებლის ინიციატივით მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტა. ამას განეხილავს კანონი, აწესრიგებს აბსოლუტურად და ეუბნება, რომ შენ თუ გინდა რომ ადამიანი გაათავისუფლო ვადაზე ადრე. ამიტომ ნება უნდა ვიბოძოთ დამქირავებელს ვეუბნები და ერთი თვით αδრე წერილობით უნდა შევატყობინოთ. ამ შემთხვევაში ერთი თვით ადრე და არა ერთი დღით ადრე. ერთი თვით ადრე, აუცილებლად უნდა შევატყობინოთ და იქ კომპენსაციაც უნდა გადავუხადოთ. ამ კომპენსაციის ოდენობა არის არანაკლებ ერთი თვისა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ თვეზე ნაკლები არ უნდა იყოს. ეხლა ადმინისტრაციის ის არის გადასაწყვეტია, შეიძლება 2 თვის თანამდებობრივი სარგოც კი გადაუხადოს. მაგრამ, უყურეთ, იქვე არის განმარტებული, შეიძლება რაღაცა გადაუდებელი მოხდეს და დამქირავებული იძულებული იყოს, რომ უფრო მოკლევადებში მოახდინოს ეს ასე ვთქვათ, შეტყობინება. მაგრამ იქვე გვეუბნება, რომ ეს ვადა არ უნდა იყოს 3 დღეზე ნაკლები. 3 დღე აუცილებლად. ყველაზე მინიმალური ეს უნდა იყოს 3 დღე. მაგრამ აქ უკვე კანონმდებელი ეუბნება, რომ შენ იმ ადამიანს, ასე ვთქვათ, მარტივენით, რო ვთქვათ, რომ აფრთხილებს 3 დღით ადრე და მას ასე ვთქვათ, მომზადების საშუალება, ამის კომპენსირება უნდა გააკეთო იმით, რომ კომპენსაცია უნდა გადაუხადო არანაკლებ 2 თვის ოდენობით. გასაგებია. აქ უკვე კომპენსაციას თხოვს, რომ გადაუხადოს არანაკლებ 2 თვის. არანაკლებ. ანუ ნიშნავს იმას, რომ 2 თვეზე ნაკლები თანამდებობრივი სარგო ხელფასის სახით არ უნდა იყოს. გასაგებია. ანუ დარღვეული არის. კი, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ანუ მაგრამ იქ მინდა ვურჩიო აუცილებლად, რომ დროებს მიაქციონ ყურადღება. როდესაც მოხდება ესეთი შემთხვევები, იქნება ალბათ თხოვნაც, ალბათ დარიგებაც, რომ მაშინვე მიმართონ არსებობს ასეთი სამსახურები, რომელიც უფასო კონსულტაციას უწევენ, მიმართოს, იმიტომ რომ იქ არის კანონით განსაზღვრული ვადები, რომლის დარღვევის
შემთხვევაშიც სამწუხაროდ არასასურველი შედეგი დგება. ამიტომ მიმართონ ანუ ამ SMS-ის მოსვლიდან მეორე დღესვე უნდა გაიაროს კონსულტაცია და მიმართოს სასამართლოს. კი ბატონო, სასურველია. და არ გადადოს ეს საქმე. უყურეთ, ახლა იქ არის ვადები, ერთი თვის განმავლობაში შეუძლია მიიღებს თუ არა, ერთი თვის განმავლობაში გავგზავნოს ადმინისტრაციას და უთხრას, რომ დამისაბუთე, რატო გამათავისუფლე. დიახ. ის არის ვალდებული, რომ 7 დღის განმავლობაში მოაწესრიგოს ეს, გამოუგზავნოს პასუხი და შემდეგ აი ეს ერთი თვის აქედან კიდევ ერთი თვე აითვლება, რომ გაასაჩივროს. მაგრამ თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ SMS შეტყობინების მოსვლიდან უკვე ერთი თვე უნდა ერთი თვის განმავლობაში უნდა მოხდეს გასაჩივრება. კი, ერთი თვის შემდეგ უკვე აზრი აღარ აქვს. ერთი თვის განმავლობაში უყურეთ ახლა კიდევ ერთხელ გეუბნებით ახლა ეს რამდენად ჩათვლის სასამართლო SMS წერილობით სახით. მე ალბათ სასამართლოს განსჯადია, ჩემ თავზე არ ავიღებ იმაზე მეც, მაგრამ მე ალბათ აუცილებლად მოვთხოვდი, რომ ეს არ იყოს წერილობა, არ იქნას მიჩნეული. წერილობით ამას უნდა მოყვეს აუცილებლად წერილობითი დასაბუთება. მატერიალურად ფურცელზე დაწერილი შეტყობინება და არა SMS შეტყობინება, იმიტომ რომ მართლაც ბრძანებთ, იმიტომ რომ 1000 SMS იგზავნება და შეიძლება მე რასაც გვეუბნება კანონის უზენაესობა გვაქვს ჩვენ და ეს SMS-ი გასაგებია, რო თქვა, განვითარება მოხდა ტექნოლოგიების, მაგრამ კანონში წერია, რომ თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახით, რომ ეს უკვე სასამართლოს განსჯადი, ეს გადასაწყვეტი იქნება. დიახ, კი ბატონო. ქალბატონი ერთი ბენეფიციარი გვწერს, რომ დამადეს ყადაღა და მაინტერესებს როგორ მოვხსნაო. ანუ არის ყადაღა და ყადაღის დადებას აქვს თავისი საფუძველი. ყადაღა რეგისტრირება ან საჯავროებში, როდესაც უძრავ ქონებასთან დაკავშირებით აქვს. ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვითხოვოთ ეს მატერიალური სახით და უნდა ვნახოთ ის საფუძველი, რის გამო დაგვედო ყადაღა. თუ იქ მითითებული არის სასამართლოს განჩინება, მაშინ უნდა გამოვითხოვოთ ეს სასამართლოს განჩინება აუცილებლად სასამართლოდან და უნდა ვნახოთ იქ ეწერება აუცილებლად ის რის საფუძველზე იქნა დადებული და შესაბამისად იქნება შემდეგ უკვე ჩვენი ქმედებას და ჩვენი რეაქცია ამასთან. ანუ თუ ამ საფუძველს მოხსნით ამ საფუძველს თუ გავიგებთ, რა თქმა უნდა, რატო გვაქვს დადებული ყადაღა, ჩვენი ქმედებაც იქნება შესაბამისი. ნუ თუ იქ რაღაც ვალიკო გადასახდელი ვარს კი, შეიძლება საახსრულებოში იყოს ეს, ყადაღა იყოს დადებული, აუცილებლად უნდა მივმართოთ საახსრულებოს და საახსრულებოდან უნდა გამოვითხოვოთ ის სამართლებრივი აქტი, რომელიც საფუძვლად ედება აი ამ ყადაღას. გასაგებია. ანუ მარტივი ენით, მასში ეწერება თუ რატომ დაგვედო, რის გამო დაგვედო ჩვენ ყადაღა. და შესაბამისად ამ მიზეზს თუ აღმოფხრით, რა თქმა უნდა, ყადაღა როგორც შედეგი თავისთავად იქნება მოხსნილი. კი ბატონო, თუ საახსრულებოში არის, იქ იქნება გარკვეული თანხა გადასახდელი, ჩვენ ორი გზა გვჭება, ანუ და გავასაჩივროთ ეს, ან გადავიხადოთ და მოგვეხსნება ყადაღა. გასაჩივრების შემთხვევაში ყადაღა არ ეხსნება, სანამ საქმე არ დასრულდება. გასაგებია. გასაჩივრების შემთხვევაშიც რაღაც ბაჟი იქნება გადასახდელი, ალბათ, ხო? გასაგებია, სასამართლოსაც თავისი წესები აქვს. სამწუხაროდ ჩვენ ვერ მოვახერხეთ სხვა შეკითხვებზე პასუხის გაცემა, თუმცა უამრავი შეკითხვა და თქვენ ყოველდღიურად გიწევთ ასეთ საკითხებზე მუშაობა. მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და შევახსენო ჩვენი გადაცემის მსმენელს, რომ სამართლებრივი კონსულტაციის მიღება თქვენ შეგიძლიათ იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო call ცენტრში, ნომრებზე შეგიძლიათ დარეკოთ 1485 ან 292-0055 შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს Facebook გვერდს, შეგიძლიათ მიმართოთ იურიდიული დახმარების სამსახურის ვებ გვერდს www.legal.ig 3w.last.g და შეგიძლიათ ასევე ჩამოტვირთოთ აპლიკაცია Last Georgia თქვენს მობილურ ტელეფონებში და გამოგვიგზავნოთ შეკითხვები ყოველგვარი კონფიდენციალურობის დაცვით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მადლობთ ყურადღებისთვის. მადლობა.